ილამშტობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. ტრამპის ზელენსკის წინააღმდეგ ამერიკის პრეზიდენტმა მისი უკრაინელი კოლეგა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ფლორიდაში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე დონალდ ტრამპმა ვლოდიმერ ზელენსკის მიერ შესრულებულ სამუშაოს საშინელი უწოდა და უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. თუ ზელენსკის ძალიან უნდოდა მოსულიყო საუდის არაბეთში მოლაპარაკებაზე, ამბობს ტრამპი. აქვე პრეზიდენტმა უკრაინა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა. მისივე მტკიცებით, ამ მიზნით კიევში ჩასულ ამერიკის ფინანსთა მინისტრს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკმაოდ უხეშად მოექცა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს 350 მილიარდი დოლარი დაახარჯინა, რომ წასულიყო იმ ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი მყოფილიყავი. ისინი ვერასდროს მოაგვარებენ ამ ომს ჩვენი ჩარების გარეშე. ბაიდენს არასდროს უცდია ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება და ზელენსკის ალბათ შესაძლოა სურს მატარებლის გაგრძელება. არ ვიცი რა არის პრობლემა, ძალიან განაწყენებულია რომ არ მიიწვიეს. მას შეეძლო რომ მოსულიყო თუ სურდა, მაგრამ ის არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში. მაგრამ ის უკვე 3 წელია მუშაობს და არასდროს ყოფილა შეხვედრები ან სატელეფონო ზარები ამ ომის შესაჩერებლად. ეს საშინელებაა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო შეასრულა. მისი ქვეყანა დაიმსხვრა და 100,000-ობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა. ვერ დაასრულებ ომს თუ ორივე მხარეს არ ესაუბრები. თქვენ უნდა ისაუბროთ, ისინი 3 წელია არ საუბრობენ. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მალე დავინახავთ ცეცხლის შეწყვეტას და აღვადგენთ სტაბილურობას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ზელენსკი უარს ამბობს არჩევნებზე, დაბალი რეიტინგი აქვს. რეალურ უკრაინულ გამოკითხვებში ვგულისხმობ, როგორ შეიძლება გქონდეს მაღალი რეიტინგი, როცა ყველა ქალაქი დანგრეულია. მანამდე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო ხისტი შეფასებები გამოიყენა. Truth Social-ისა და X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის დიქტატორი და ზომიერად წარმატებული კომიკოსი უწოდა. ტრამპის განმარტებით წინასწარ წაგებულ ომში 350 მილიარდის ჩადებაზე ამერიკა ზელენსკიმ დაითანხმა. ტრამპის პოზიციას უკრაინაში არჩევნების აუცილებლობის შესახებ იცავს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. JD Vance ირონიულს უწოდებს ამერიკის ზოგიერთი ევროპელი მეგობრის თავდასხმას ტრამპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების შეთავაზების გამო და აცხადებს, რომ ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად ზელენსკი დემოკრატიულ მანდატს უნდა დაემორჩილოს. იდეა, რომ ომის დროს არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს, არის აბსურდი, აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ერთ-ერთი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეეხო ვლოდიმერ ზელენსკის იმ განცხადებასაც, სადაც აღნიშნა, რომ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. Vance-მა უკრაინის პრეზიდენტის მიდგომა სამარცხვინოდ და კონტრპროდუქტიულად შეაფასა. მისი თქმით, ასეთმა ტაქტიკამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინის ურთიერთობას ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან. ზელენსკისთან მიმართებით სოციალურ ქსელში წერს ილონ მასკი. შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყურადღებას უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ამახვილებს. ზელენსკი ვერ იტყვის, რომ წარმოადგენს უკრაინელი ხალხის ნებას, თუ არ აღადგენს პრესის თავისუფლებასა და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას, განაცხადა მასკმა. უბრალოდ არასწორი და საშიშია პრეზიდენტ ვლოდიმერ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპის მიერ ვლოდიმერ ზელენსკიზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. ფაქტი, რომ ომის დროს სათანადო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობას. არავინ უნდა ამტკიცებდეს საპირისპიროს, ამბობს შოლცი. მისივე თქმით, უკრაინა უკვე თითქმის 3 წელია იცავს თავს დაუნდობელი რუსული აგრესიული ომისგან. დონალდ ტრამპის მიერ ვლოდიმერ ზელენსკისთვის დიქტატორისთვის წოდებას აბსურდად მიიჩნევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ, ტვისტის გაგზავნის ნაცვლად მაშინ გეცოდინებათ, ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება. ხალხს რუსეთში, ხალხს ბელარუსში, აღნიშნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ანა-ლენა ბერბოკმა. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი მთავრობასთან ერთად იბრძვის საკუთარი დემოკრატიისთვის. უკრაინის სიძულებითი კაპიტულაცია მთლიანად დასავლეთის საზოგადოების კაპიტულაცია იქნება ამ ფაქტის ყველა შედეგით. ამის შესახებ კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. დონალდ ტუსკის თქმით, არავის უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავი მოიჩვენოს, ვითომ ამას ვერ ხედავენ. როგორ შეიძლება არჩევნების ორგანიზება, როდესაც მისი ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია საოკუპაციო ძალების მიერ და მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. დიდ ცინიზმს მოითხოვს, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო. ეს კი დონალდ ტრამპის შეფასებაზე ჩეხეთის პრეზიდენტის რეაგირება.
ომის დროს არჩევნების გადადება სავსებით გონივრული უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამის შესახებ სტარმერმა ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტარმერმა ზელენსკისთან საუბარში ერთად მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ანალოგიური საუბარი სატელეფონით შედგა უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორისაც. ტრამპის მიერ ზელენსკის დიქტატორად მოხსენიებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრიც. ზელენსკი არის საყოველთაოდ დიდი უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც სრულმასშტაბიანმა ომმა თავისი ვადის შუაში მოუსწრო, განაცხადა სტრეორემ. უკრაინელმა ხალხმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უარი თქვეს დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას. ამის შესახებ კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს სოციალურ ქსელში. როგორც ანდრეი სიბიგა აღნიშნავს, უკრაინას დანებებას ვერავინ აიძულებს და ისინი არსებობის უფლებას დაიცავენ. ევროპელი ლიდერების მხრიდან ტრამპის კრიტიკის პარალელურად ამერიკის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპის პირველი პირები ამერიკის პრეზიდენტს უტიფრად ექცევიან. ევროპას ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში შუამავლის ფუნქცია უნდა, აცხადებს პუტინი. მისივე მტკიცებით, ევროპა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესშიც ერეოდა. გსურს ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა უკრაინაში. ევროპელ და კანადელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთისა და მისი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან და იღებენ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროპის ლიდერები რამდენიმე პუნქტზე შეთანხმდნენ, მათ შორის არის მოლაპარაკებებში უკრაინის აუცილებელი მონაწილეობა, სანდო გარანტიებით ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, ევროპის თითოეული ქვეყნისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდა. გადაწყვეტილებები მომავალ დღეებსა და კვირეებში მიღებული იქნება, წერს მაკრონი. ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა სანქციები დაუწესოს ზელენსკის გარემოცვას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი. არესტოვიჩი ასახელებს კონკრეტულ სახელებსაც, რომელთაც სავარაუდოდ სანქციები შეეხებათ. ტრამპმა გაიღვიძა და ზელენსკის საღამო ვერ შედგა, აღნიშნავს არესტოვიჩი. ტრამპის მიერ უშუალოდ მის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არ პასუხობს ვოლოდიმერ ზელენსკი. გვიან საღამოს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას თავისი თანამემამულეების ერთიანობის, გამბედაობის, ევროპის ერთიანობისა და შეერთებული შტატების პრაგმატიზმის იმედი აქვს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხები შეერთებული შტატების წარმომადგენლის ვიზიტი უკრაინაში კონსტრუქციული იყოს. კიტ კელოგთან შეხვედრას ზელენსკი კიევში დღეს გეგმავს. Ми стоїмо міцно. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ორ ფეხზე, ვენდობი უკრაინის ერთიანობას, ჩვენს უკრაინულ გამბედაობას, პარტნიორებთან ურთიერთობას, ჩვენს ევროპულ სოლიდარობასა და ამერიკის პრაგმატიზმს, რადგან ამერიკას ისევე სჭირდება წარმატება, როგორც ჩვენ. წარმატება გვაერთიანებს, სწორი არჩევანი მშვიდობაა. მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის. ამერიკასთან და ევროპასთან ერთად მშვიდობა შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს და ეს ჩვენი მიზანია. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი მიზანი, არამედ მიზანი, რომელიც გაზიარებული უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან. განსაკუთრებით, როცა უახლოვდებით ამ ომის მესამე წლისთავს, ომის დასრულება უკრაინას პირველივე წამიდან სურდა. ეს არის ნებისმიერი ერის ბუნებრივი მისწრაფება. დონალდ ტრამპის კრიტიკულ განცხადებას ზელენსკისთან მიმართებით ეხმიანებიან ქართველი პოლიტიკოსებიც. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ ომის თავიდან აცილების საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნებისა და დონალდ ტრამპის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. ოპოზიცია კი კვლავ ამტკიცებს, რომ ტრამპის ტაქტიკა საქართველოსთან კავშირი არ აქვს. ნიშნულობა არ აქვს, რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი და რა ტაქტიკა აქვს მას მოლაპარაკებების სტრატეგიაში. ნიშნულობა აქვს იმას, რომ უკრაინაში ომი დაიწყო რუსეთმა, ეს არის აღიარებული დასავლეთის მხრიდან, ისევე როგორც აღიარებულია ის, რომ ეს არის გაგრძელება საქართველოს წინააღმდეგ ომში. ნებისმიერი მცდელობა რიტორიკის გამოყენების იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის როლი ჩაფარცონ 2008 წლის ომში, არის გაცხადებული ღალატი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ყველაფერი უნდა გაეკეთებინა უკრაინის ხელისუფლებას იმისათვის, რომ მაქსიმალურად თავიდან აერიდებინა ეს ყველაფერი. დღეს ვხედავთ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებას, არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის, არამედ მისი ადმინისტრაციის წევრების, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რომ არ უნდა შეექმნათ ის მცდარი მოლოდინები, თითქოს უკრაინას შეეძლო ამ ომში გაემარჯვებინა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამ კონფლიქტის შინაარსი. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.
გრანტების შესახებ კანონში ცვლილება დღეს საბოლოოდ დამტკიცდება. დაჩქარებული წესით მიმდინარე კენჭისყრა მესამე მოსმენით სესიაზე მოხდება. მანამდე კი მასზე კანონმდებლები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე იმსჯელებენ. კანონპროექტის მიხედვით შეიქმნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც განსაზღვრავს რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და რისთვის გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა. ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს კიდევ ერთხელ გამოთქვამენ პოლიტიკოსები. არასათვალო ორგანიზაციების არსებობა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი და დემოკრატიის შეიძლება თქოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. ამ ცვლილების მიზანს წარმოადგენს ის, რომ არასამთავრობოები ქვეყანაში აღარ არსებობდეს, არსებობდეს მხოლოდ სამთავრობოები, ანუ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან მთავრობის მიერ და არიან მართულები მთავრობის მიერ. აი ეს არის მიზანი, სწორედ რომ აი ამ საგრანტო პროცედურები. დღეს ჩვენ მოგეხსენებათ, რომ მესამე მოსმენით მივიღებთ ან კანონს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც მაგალითად გამჭვირვალობის თემა დადგა დღის წესრიგში, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ის მსხვილი NGO-ები, რომლებიც მავნებლობით არიან დაკავებულები, ძალიან აბულინგებდნენ პატარა NGO-ებს, რომლებიც მართლა კეთილსაქმეებს აკეთებდნენ საქართველოსთვის და შემდეგ ამ მსხვილი NGO-ების ჩარევის შედეგად ზოგი მაგალითად დაფინანსების გარეშე დარჩა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ მათ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგისთვის არის ეს პროგრამა შექმნილი. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. USAID-ის ფაილებმა გამოაშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა. ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე, წერს ვიქტორ ორბანი. მისივე განმარტებით გლობალისტურ ლიბერალურ სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ საქმიანობას შეერთებულ შტატებში. ახლა მათგან 63 ბრიუსელს ფულს თხოვს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა პროექტის საბაბით. ეს არ მოხდება, ჩვენ არ მივცემთ მათ ევროპაში თავშესაფრის პოვნის საშუალებას, წერს ორბანი. დღის ამბების ნახორცლა ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12 საათზე განაგრძობს. მეტი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.